რუსთავის ბაგა-ბაღებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა. პროექტი რუსთავის მერიამ ნინო ლაცაბეძის ინიციატივით შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროგრამის ფარგლებში ჰუმანური პედაგოგიკის კურსი ბაგა-ბაღების 7-მდე თანამშრომელმა მოისმინა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. მიმდინარე წელს რუსთავში 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად ხორციელდება პროექტი, რომელიც სააღმზრდელო პროცესს როგორც ბავშვებისთვის, ისე პედაგოგებისთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო და მე კიდეც გაოცებული ვარ ქალაქის მერიის ამ შემართებით, რომ ასეთი დავალება მოქცა. იმიტომ რომ ყველა აღზრდელი გადამზადების ქვეშ მოექცა. თავდება კურსი, მაგრამ არ თავდება მუშაობა. საქართველოში ერთადერთმა მუნიციპალიტეტმა რუსთავმა შევძელით შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად გაგვახორციელებია უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდების დანერგვა სააღმრდელო დაწესებულებებში. 600-ზე მეტი ბაგა-ბაღების თანამშრომელი გადამზადდა ამ მიმართულებით. წელიწად ნახევარი ეს პროექტი მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. სერტიფიკატები გადაეცათ ბაგა-ბაღების გაერთიანების სააღმრდელო პროცესში ჩართულ ყველა თანამშრომელს. ძალიან მნიშვნელოვანი არის გიყვარდეს ბავშვი, ჰუმანური პრინციპებით იხელმძღვანელო და ყველა მეთოდოლოგიაში, რომელიც კი ჩვენ საბავშვო სააღმრდელო დაწესებულებებში გვაქვს და ხელმძღვანელობთ, სწორედ ამ ჰუმანიზმის პრინციპებით იყოს გაჟღენთილი და ჩვენი პატარები აღზარდოთ ისე, რომ მათშიც ემპათიის გრძნობა იყოს მოჭარბებულად.